ნაბერა გორხარ. რამდენი ადამიანი ყოფილა, ვისაც არ ძინავს ესეთ დროს. Hi, Georgi. მადლობა. კი, გავხდი 6 კილო. მადლობა. კი, ზაზასთან კორექცია ცოტა. ძალიან მინიმალურად ხაჭარს. მე ისევ დიდი წუთში მაქვს. ნინა, როგორ ხარ? მე ესეთი სუდაღლილი და უკვე ძილისკენ წასული რომ შემოვდივარ ხოლმე ლაივში. დადებითი ემოციებით რომ დავიმუხტო. ნინოია გერმანიიდან ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მადლობა ძალიან დიდი და მოვიკითხავ გერმანიაში მყოფ ყველა ქართველს და კარგი მუსიკაა. თავიდან დავაწყებინებ. მარია მადლობა. რავი, კი, ცოტა არის მტკივნეული, კი. მე არ მქონდა გაკეთებული 1-3 წელია და ეხლა კი მარტო ცხოვრობ. ნინულა როგორ ხარ ნინაჩკა? Oksana, მადლობა. ირინე შეიქს გავხარო. ცოტა მიკლია ირინე შეიკამდე. მადლობა. მოსაყვარლეს ხარ როგორც ყოველთვის. მადლობა რატიშკა. ნინულია მიყვარ ხარ დაო. დღევანდელი პრაიმ შოუს თემა იყო სილამაზე. ხმე პოლიტიკაზე არ მეძახიან საერთოდ. სილამაზე და თავის მოვლაზე იყო გადაცემა. და სხვა შორის ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვა, ძალიან ბევრი ვიმაიმუნე. აღარ როდის გავა არ ვიცი. კარგესი ხარ და ნინა მადლობა ძალიან დიდი. მელანი მადლობა. რა საჭმელს რაო? რა საჭმელს აკეთებ ყველაზე ხშირად? საერთოდ არ ვაკეთებ საჭმელს. არ ვიცი საჭმელების კეთება. მართლა არ ვიცი. არა. კბილის გათეთრება 3 წლის წინ გავიკეთე. ამარ შეხვედრია. რა ტაქსი ვერ მივხვდი. ჯუკა, მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. ხო, აი პრაიმ შოუში დღეს რომ მივედი, ყველა მეუბნებოდა ძალიან გახდი და შეიცვალეო სხვათა შორის. რა ლამაზი ხარო, სალო, მადლობა. სულ ეს დიზაინი არა ძალიან მიყვარს ზოგადად ფრენჩი, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერთან გადის, მერე კიდე ძალიან კომფორტულია და ძალიან უხდება ჩემ ფრჩხილს, არ მაწუხებს, მომწონს, რაც მაქვს და გემოვნებაც საკმაოდ კარგი მაქვს. ბავშვობაში რჩევებს მაძლევდი რაფერს ზედა მომიხდებოდა სახაზე როგორ მოგწონდა ჩემი ქერათმა და რა ვარცხლობა მომიხდებოდა. გავიდა საკმაოდ დრო წლები და სამწუხაროდ ვეღარ მიხსენებო. ой, აი ბავშვობიდან ეგეთი ვიყავი, ესე იგი ვიცოდი ვის რა მოუხდებოდა. ხო? კიმლოვე. მადლობა.
ძილის წინ ადამიანი ესე გამოიყურებოდეს. არა, ესე არ გამოვიყურები ძილის წინ, ჩვეულებრივად გამოვიყურები ხოლმე, უბრალოდ დღეს გადაღება მქონდა და გაპრანჭული ვიყავი. ცხვირზე არანაირი კორექცია არ მოხს გაკეთებული, არც პლასტიკური ოპერაცია, არც ფილერი, არაფერი და დაჟე ერთ-ერთ გადაცემაში წამიყვანეს და გამიკეთეს მაგნიტორეზონანსული თუ მქონდა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული. არ მაქვს ცხვირის ოპერაცია გაკეთებული. ჩდილებს ვიკეთებ კარგად ცხვირზე სწორად. ანუ ცუდი ცხვირი არც არასოდეს არ მქონია. და მე და დანი ჩემი შვილია სალო დანი მოიკითხე დანიქის from Italy მომენატრა იტალია როგორ ხარო კარგად თქვენ როგორ ხართ ხო ან სახში მაკიაჟით არ ვარ იშვიათად თურქული ვიცი რას თქვია მერაბა ნასსამ გამარჯობა ყველა. ისე თურქული ისეთი ადვილი ენა არის, დასვენებლად რო ახალმა 1-2 კვირით მე კარგად ვლაპარაკობ. თმა გაიშალე მეტად ესე უფრო გიხდება. არ მინდა მეზარება დაღლილი ვარ ზანეს თმების ჩამოყრა არ მინდა. რატო არ მოგწონ შეკრული თმა ჩემსა? ზაზამ გამიკეთა. ძალიან მინდა შენი გაცნობა და იმედია რატო დამიწერე ხა რომ თმა გაიშალე არ მოგწონ შეკრული თმა დამიწერეთ აბა თუ არ მიხდება შეკრული თმა. ეს შეგძლია განახო შენი გაკეთებული მეიქაპი. ჩემი გაკეთებული მეიქაპი მოქვს ხა უბრალოდ გადაღების წინ უბრალოდ სპეციალური პუდრი გამიკეთეს სიმშრალისთვის და იმიტომ მოქვს ესეთი მატი ეფექტი სახეზე. შეყოლფერი გიხდება, მადლობა, ნერდეიაშიო, აი, მაგდენი აღარ ვიცი უკვე, არ ესე პრო გიხდება გაშილზე მეტად თქო, უი, ხო, რა ვიცი, მადლობა ძალიან დიდი, არა პირიქით დაგიწერათ, გაშილზე მეტად შეკრული გიხდებათო, რახცა შეკრული თმაში ძალიან სანდომიან და პატიოსან ქალს გავარ. მე და სადაკო გილოცავთ ნანიკოს დაბადების დღესო. ნანიკო ვინ არის? ულოცავ ნანიკოს დაბადების დღეს. საცხოვრებ თბილისში ვცხოვრობ და მუშაობ ბანკში. დღე თურქმა. ბუნებასავით ლამაზი ხარო. რა მაგარი კომპლიმენტია, ყველანაირი კომპლიმენტი მომისმენია აბსოლუტურად და ბუნებასავით ლამაზი ხარ ნამდვილად არ მომისმენია. საცხო ულამაზი ხო რაღაცა მეც ძალიან მომწონს რომ გავხდი და არასდროს ყოფილვარ დიეტაზე თავისით გავხდი და ეხლა რომ მოვიმატა და რომ აღარ მომეწონოს მე დიეტაზე უნდა ვიყო და არ უნდა შევჭამო ყველაფერი ეგ ძალიან ცუდია. ესა მაგარი ხარ მადლობა ძალიან დიდი მადლობა ნანიკო მიულოცე ნანიკოს ძალიან ვართ კარგად და რატო ვერ ხარ გრაო გაშლილი ფეხები უფრო სოსო ხო ხდები რომ ამის გავს კომენტარებს აქ არ წერენ და მარტო შენ ხარ ესეთი თავხედი ჰოლივუდური გოგო ხარ შენ კესონაო მადლობა აქსანა ძალიან დიდი გავიბრანჭე შევიფერე კესო ულამაზესი ხარო მადლობა კოკიტო როგორ ხარ რანაირი ხარ ჰალაბიო მადლობა კოკი ძალიან დიდი მომენატრე და ძალიან მიყვარხარ მადლობა ძალიან მაგარი გოგო ხარ მადლობა ძალიან დიდი ეხლა და რა აი მე როგორი ინასებაო ხوابრა უნდა ვქნა სიყვარულის ვიმილი გაქვს კესო მადლობა ნეს კბენები რა საჭიროა ვერ ვხვდები უბრალოდ
ხშირად დადა შენი მეიქაპ ვიდეოები რაო მეზარება ხოლმე ძა კესო დღეს ჩემი დაბადების დღეა კილოცავ დაბადების დღეს კესი ფისუნია როგორ ხარო კარგად ვარ შე როგორ ხარ რა ბანკში მუშაობ მან დაიჯერა რომ ახლა ბანკში მუშაობ შეიძლება გაცნობაო ნანიკო ნანიკო სულოცავ დაბადების დღეს ხო მადლობა ალექს para comprender que tú te irás abrázame como si fuera ahora la მეიქაპის გაკეთება ბავშვობიდან წერაზე ადრე ვხატავდი ანუ კარგად ხატავდი და ბებია მყავდა უკრაინელი მხატვარი და ალბათ გენეტიკურია მე უკვე იმდენად მაინტერესებდა მეიქაპი კურსებიც მოხს კი გავლილი ერთი ბავშვობაში სადღაც მიყვარს ეს მუსიკა მეც მიყვარს საყურე არაფერი ჩვეულებრივი სადა მარგალიტის საყურე მიკეთებ ვერ ვიტან დიდ საყურეებს საერთოდ თუ რამე გადაღება არ მაქვს თავიდან დავაწყებინოთ ისე მოგეწონათ არ მიყვარს ყოველდღიურად დიდი საყურეები და სამკაულები მხოლოდ გადაღების დროს ვიკეთებ ხოლმე სამკაულებს ისე არ მიყვარს არც მაკიაჟს ვიკეთებ ყოველდღიურად კურსები გავიარე რავი 15 წლის წინ სიზიში ძალიან საყვარელი ამაზე ხარ მადლობა რამდენი წლის ხარო მეს თურქი რატო გადამეკიდა 22-ის soy igual a que ayer abrázame si tú no te vas te lo olvidas que un día hace tiempo ya cuando éramos niños me empezaste a amar y yo te di mi vida si te vas si tú no te რატო უნდა შურდა ეს იმდენი ლამაზი ხალხი 30-ის ვარ როგორი ლამაზი ხარ ასეთივე ლამაზი ხარ ბუნებითაცო